მოგესალმებით მეგობრებო. დღეს აჭარა ბეთარინაზე არა, მაგრამ შენგელი არენაზე ვარ, სადაც ტარდება ეროვნული ლიგის მე-18 ტური. დღეს დინამოთუმი სტუმრად ქუთაისის ტორპედოსთან არის. ასე რომ რაღა დაგვრჩენია. ნახოთ როგორ წარიმართება მატჩი. ვიმედოვნებ რომ დღესაც მოახერხებს დინამოთუმი 3 ქულის მოპოვებას. პირველი ტაიმი დასრულდა ანგარიში 2-1 დინამოთუმის სასარგებლოდ. საკმაოდ უხგოლიანი პირველი ტაიმი ვიხილეთ, 2 გოლი გაიტანა დიმიტრი მადრიჩენკომ და შემოგთავაზა დუბლი. მოგიხსენებათ ასევე დღეს დინამოთუმს აკლია მის ერთ-ერთი ლიდერი ლაზარე კუპატაძე. გასულ მატჩში წითელი ბარათი მიიღო, რის გამოც დღეს გუნდს ვერ ეხმარება. საკმაოდ მექანიკური შეცდომის გამო მიიღო წითელი ბარათი, სამწუხაროდ დღეს გვაკლდება, თუმცა მალე შემოგვიერთდება და ისევ დაიცავს ჩვენი კლუბის ღირსებას. იწყება მეორე ტაიმი, ფეხბურთელები უკვე გამოვიდნენ და ვნახოთ აბა როგორ განვითარდება მოვლენები. მატჩის 53 წუთზე დინამოთუმის სასარგებლოდ გოლი გაიტანა უერდი, მაგრამ ასე რომ ეხლა 1-3-ია. ბოლო მატჩი ქუთაისის ტორპედოსთან ჰქონდა 27 აპრილს, სადაც საკუთარ მოედანზე 3-0 დაუმარცხდით და 75 წუთზე ლუკა ლაკვეხელიანმა მიიღო ყვითელი ბარათი სამწუხაროდ და ვაგრძელებთ თამაშს, ვნახოთ როგორ დასრულდება. ოთხი წუთი დარჩა ძირითადი დროის დასრულებას და ვნახოთ რამდენ წუთს დაამატებს საჯი. წესით არ უნდა იყოს რაღაც უზომოდ დიდი დრო. ძირითადი დრო დასრულდა და მატჩზე დამატებულია 5 წუთი. ანუ ამ თამაშის პრინციპულად მოგება იყო საჭირო. როგორც იცით, წინა მატჩი რომელიც ჰქონდა ქუთაისის ტორპედოსთან 3-0 დაუმარცხდით საკუთარ მოედანზე და დღეს ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ნუ ზოგადად დინამოსთვის ყველა გამარჯვება უმნიშვნელოვანესია და თითოეული ქულა. და დღეს თუ არ ვწევი მესამე ადგილზე გადავინაცვლეთ და წარმოუდგენელი იყო სულ რამოდენიმე ტურის წინ ბოლო ადგილზე ვიყავით და დღეს ეს გამარჯვება რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. წარმატებები. ზედიზედ მეორე გამარჯვება, თუ არ ჩავთვლით იბერიასთან მარცხს, ეს იყო ეროვნული ლიგა სანამ აიღებდა ორკვირიან პაუზას, სანაკრებო პაუზას და ეხლა უკვე ზედიზედ მეორე მატჩი მოვიგეთ, ერთი საშინაო მატჩი, რომელიც როდესაც უმასპინძლეთ გორისილას, ეხლა კი სტუმრად ქუთაისის ტორპედოსთან მოვიპოვეთ 3 ქულა. მე თამაშობთ დაუმარცხეთ საკუთარ მოედანზე, დღეს ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, წარმატებები თქვენ. გაიხარა. სულდა დღევანდელი მატჩი, რა თქმა უნდა, დინამოს გამარჯვებით და საოცარი მატჩი მოვიგეთ, როგორც ყოველთვის წინა მატჩში. მოვიგეთ და ზედიზედ 2 მოგება გვაქვს კიდევ ერთხელ. ასე რომ ასე გააგრძელებს ვიმედოვნებ დინამოთუმი. წარმატებები რა თქმა უნდა ჩვენს გუნდს. ძალიან დიდი მადლობა ვინც ვიდეოს ბოლომდე უყურეთ, აუცილებლად გამოიწერეთ განდაგანათ ამის YouTube არხი, რათა არ გამოგჩეთ აი ესეთი საოცარი მატჩები და ემოციები მატჩის შემდგომ. წარმატებები ყველას.